ერთია როცა პოლიცია საფრთხეს უქმნი, მართლა საფრთხეს უქმნი და მეორეა როდესაც ვიღაც ადამიანი გამწარებულია, გაბრაზებულია და რაღაცა ხელს იქნევს. აი წარმოიდგინეთ საპოლიციო საქმიანობაში რა, პოლიციასაც ყოველდღიური საქმიანობა აქვს, რამდენი შემთხვევა იქნება ესეთი დამნაშავის დაკავება იქნება ეს თუ სხვა ნებისმიერი გამოსახლება სადღაც ახლიდან. ბევრი ღონისძიებები, სადაც ვიღაც ადამიანები განსაკუთრებით ქალები, რა ვიცი, პოლიციას ანწყებიან, ანეჩხუბებიან, ან რაღაცა შვებიან და ამის გამო პოლიცია ხო არ იჭერს ამ ქალებს. ანუ ეს ხო არაფერ შუაში არ არის. ვიღაცამ ხელი მოგიქნია და ჩემს მუნდირს შეეხო, აი არანაირი სიწმინდე მუნდირი არ არის. აი თქვა დაიჯეროთ რომ პოლიციელის მუნდირი არაფრით არ განსხვავდება, რა ვიცი, მუშის ტანსაცმლისგან. აი ეს უნდა იცოდეთ. ანუ თუ თქვენ ადამიანზე წინ დააყენებთ მუნდირს, ყოველთვის იქნება პრობლემები. ამერიკაშიც, როდესაც პოლიციას ვიღაცა თავის საქმიანობაში ხელს უშლის, ცხადია რომ დაიჯება, მაგრამ ყველგან თელ სამყაროში პრობლემას დემოკრატიულ ქვეყნებშიც მათ შორის პოლიციის მხრიდან ძალის გადამატება ყოველთვის წარმოადგენს. და მით უმეტეს, როცა პოლიციას უკან სისტემა უმაგრებს ზურგს და მართლმსაჯულება საერთოდ მოშლილია, იქ თავისთავად ცხადია რომ პოლიციის ძალის გადამატება დადგება და თავისთავად ცხადია რომ ის ადამიანმა ხელი რომ მოუქნია ქალმა პოლიციის უფროს არც საფრთხე რო არ ყოფილა არც არაფერი 50 პოლიციელით გარშემორტყმოს ეგ რო სისხლის სამართლის დანაშაულია მე მაგის ამჯერა მე მასეთი სამართალი არსად არ მისწავლია არც ქართული არც ამერიკული